განცხადებს, არის ძალიან აბსურდული. Როგორ უნდა განხორციელდეს კახეთის სტიქიის შედეგების ლიკვიდაცია და კომპენსაციების გაცემა ამ საკითხზე ინფრასტრუქტურის სამინისტროში იმჯელეს. სამინისტროში სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის კომისიის ხდომა გაიმართა. კომისიის წევრებმა კახეთის მხარეში პრეზიდენტის რწმუნებულთან და ინფრასტრუქტურის მინისტრთან ერთად ამ ეტაპისთვის შესრულებული სამუშაოები განიხილეს და კომპენსაციის მექანიზმებზე იმჯელეს. ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით ამ დროისთვის 5,000 სახლისა და 123 საცხოვრებელი კორპუსის გადახურვა მოხერხდა. შეხვედრაში ქართული ჯგუფის წარმომადგენლების მონაწილეობდნენ. საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატის თინა ხიდაშელის განცხადებით სარეაბილიტაციო სამუშაოებს ქართული ჯგუფი განახორციელებს და პრემიერისთვის უკან დაბრუნებული 80 მილიონი კომპენსაციებს მოხმარდება. პირველი ეტაპის ამოცანა ჩვენ დავასრულეთ, ანუ სახლების აღწერასთან დაკავშირებული საკითხები, ასევე დამატებით ვიმუშავებთ მეორე ეტაპის ამოცანებზე, სასოფლო-სამეურნეო თვალსაზრისით მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე. რა მექანიზმით და რა მასშტაბით მოხდება ზარალის სრული ანაზღაურება, ამაზე კომისია ალბათ სავარაუდოდ მომდევნო სხდომების დროს იმჟელებს, თუმცა რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, იმიტომ რომ ზამთარი დადგა და ამას მეც ამ საკითხს მეც არაერთხელ ვაყენებდი და ვაყენებ დღესაც ცენტრალური ხელისუფლების წინაშე, რომ დროულად მოხდეს იმ ნაბიჯების გადადგმა, რაც ჭირდება სტიქით დაზარალებული მოსახლეობისთვის. როგორც წინასაარჩევნო კამპანიის დროს იყო განცხადებული, ის ფული, რომელიც გადახდილი იყო თავის დროზე ბიუჯეტში და შესაბამისად ეხლა დაბრუნდა უკან, არის ქართული ჯგუფის სარგებლობაში, ასე ვთქვათ, და შესაბამისად იქიდან მოხდება ამ კომპენსაციების გაცემა. ამიტომ ქართული ჯგუფი, როგორც სრულფასოვანი თანაბარი პარტნიორი ამ პროცესში ისე მონაწილეობს.